მე-16 დღეა ამ კედლებში შიმშილობს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. 16 დღეა ჩვენ ოფიციალური უწყებებისგან არ მიგვიღია არც ერთი ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების საცეცებმა, პროკურატურამ და სასამართლომ სამწუხაროდ ისედაც არაპროპორციული გადაჭარბებული ღონისძიება მიიღეს მზია ამაღლობელთან დაკავშირებით. სინდისის პატიმრად წოდებული და უკვე საერთაშორისოდ აღიარებული ამ სტატუსით მზია ამაღლობელი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად შემაშფოთებელი შეიძლება გახდეს. მე-16 დღე ჩვენ ყველამ ვიცით, რომ არის უკვე კრიტიკული ზღვარი იმისთვის, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას სერიოზულად შეირყეს. მზიამ თავად საოცარი სიტყვები უთხრა ქართულ საზოგადოებას, რომ სიცოცხლეზე მეტია თავისუფლება ნამდვილად ყველაფერზე მეტია და თავისუფლებისთვის ბრძოლაში ჩვენ გვჭირდება ცოცხალი მზია ამაღლობელი. გვჭირდებიან ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა საპყრობილეში ამ რეჟიმის გამო არიან გამოკეტილები. ეს იქნება ვეფხია კასრაძე, ეს იქნება ანდრო ჭიჭინაძე, ეს იქნება ზვია ცეცხლაძე, ეს იქნება გიორგი ახობაძე თუ ნებისმიერი სხვა, რომლებიც სწორედ უკანონო ხელისუფლების, არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ არიან რეჟიმის მიერ კიდევ ვიმეორებ საპყრობილეებში გამოკეტილი. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ ეცნობს ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო საზოგადოებას რა მდგომარეობაში იმყოფება, რა რისკები არსებობს მის სიცოცხლესთან და ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებული. დღეს ჩვენ მოვისმინეთ სამწუხაროდ სამარცხვინო პოზიცია ჯანდაცვის მინისტრისაგან, არალეგიტიმური ხელისუფლების ჯანდაცვის მინისტრისაგან, რომელმაც ვერც კი შეძლო, რომ რაიმე ღირებული კომენტარი გაეკეთებინა აი ამ ძალიან კრიტიკულ ვითარებაში. ამიტომ ეს იქნება სახალხო დამცველის მიერ მოწვეული კონსილიუმი, თუ იქნება თავად სასჯელ აღსრულების დაწესებულების მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი სამონიტორინგო პროცესი, აუცილებელია, რომ ჩვენ უახლოეს საათებში ვიცოდეთ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. საერთოდ ბიძინა ივანიშვილს აქვს ორი გამოსავალი. ერთი გონივრული გამოსავალი, რომ მან დროულად გააცნობიეროს შექმნილი ვითარება, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და დანიშნოს ახალი არჩევნები, ან უფრო უარესი გამოსავალი მათთვის, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა, რომლის წარმომადგენლები სწორედ ისეთი ადამიანები არიან, როგორიც არის მზია ამაღლობელი, აუცილებლად ჩამოშლის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს და აუცილებლად დაიცავს საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. მე მინდა 2-20 სიტყვით საზოგადოებას მიმართო ჩვენი სოლიდარობა მზია ამაღლობელს, ამავდროულად თავისუფლება ყველა სინდისის პატიმარს, რეჟიმის ტყვეებს. მზია ამაღლობელი დღეს ისჯება იმისთვის, რომ ის არის პროფესიონალი, ის არის კრიტიკული მედიის წარმომადგენელი, ის არის დამფუძნებელი ორი ძალიან სერიოზული სააგენტოსი, რომელიც გახლავთ ნეტგაზეთი და ბათუმელები და რომლისგანაც ჩვენ უტყუარ ჭეშმარიტებას ვიგებთ ხოლმე, ხშირ შემთხვევაში გადამოწმებაც კი რომ არ გვჭირდება და ვიცით რომ ეს ადამიანი არის ქვეყნის ინტერესების სამსახურში. იმ დღესაც მზია ამაღლობელი ასრულებდა საპატიო მოქალაქის მოვალეობას, რომელსაც ასრულებს მუდმივად ყველა ხელისუფლების დროს და ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას. რაც შეეხება მის მიმართ განხორციელებულ ქმედებას, ეს იყო ქმედების პროვოცირება და თავის მხრივ იყო დანაშაული. ამიტომ მზია ამაღლობელი კი არ უნდა იყოს დღეს საპატიმრო დაწესებულებაში, არამედ ის პირი, ძალოვანი უწყების წარმომადგენელი, რომელიც მოიქცა არაღირსეულად და პირიქით შეარცხვინა პოლიციელის მუნდირი. ჩვენ ვითხოვთ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ამავდროულად ძლიერი საქართველოს წარმომადგენლები, ვეფხია კასრაძე, ვასილ გაძელაშვილი არიან ასევე იზოლატორში დატყვევებულები. ჩვენ მოვითხოვთ, რომ დეტალური განმარტება გაკეთდეს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და ვთხოვთ მას, რომ შეწყვიტოს შიმშილ
მორჩილობა, რადგან მან თავისი გასაკეთებელი უკვე გააკეთა, თავისი აქტიურობით, მრავალწლიანი აქტიურობით და ის არის სამაგალითო პროფესიონალი და კიდევ ერთხელ მიმართავთ ქართული ოცნების წარმომადგენლობას. გონს მოეგნონ, გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები და ჩანიშნონ ხელახალი არჩევნები. იმისათვის, რომ ამ ქვეყანას კონდეს მომავალი და ჩამოვირეცხოთ ის სირცხული, რაც დღეს გვაქვს მთლიანად როგორც ქვეყნის შიგნით და ასევე ქვეყნის გარეთ.